მოგესალმებით, მე ვარ სალომე და დღეს ვისაუბრებ იმაზე, თუ რა არის Canva. Canva არის ონლაინ დიზაინის ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს საშუალებას მარტივად შექმნა პროფესიონალური ვიზუალი, პოსტები, პრეზენტაციები, ლოგოები, ვიდეოები და კიდევ უამრავი რამ. ამისათვის კი არ გჭირდება რაიმე სპეციალური პროგრამის ცოდნა. ალბათ გაინტერესებთ ის, თუ როდის შეიქმნა Canva. Canva შეიქმნა 2013 წელს ავსტრალიაში. იგი დააფუძნა სტუდენტმა მელანი პერკინსმა, რომელმაც დიდი ფიქრის მერე გადაწყვიტა, რომ გრაფიკული დიზაინი საკმაოდ რთული იყო ბევრი ადამიანისთვის და საჭირო იყო ისეთი პლატფორმის შემუშავება, რომელიც ფართო მასებისთვის უფრო ადვილად ასათვისებელი იქნებოდა. მოდი ახლა განვიხილოთ ის, თუ რატომ შეიქმნა Canva უფრო დაწვრილებით. იდეა ძალიან მარტივია. დიზაინი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ადრე თუ ლამაზი პოსტერის, ფლაერის ან სერტიფიკატის შექმნა გჭირდებოდა პროფესიონალ დიზაინერთან, ან თუნდაც გჭირდებოდა ფოტოშოპისა და ილუსტრატორის უნარები, დღეს ამგვარი მასალების შექმნა თავადაც შეგიძლია დამოუკიდებლად. Canva მენს შეცვალა, იმ მხრივ, რომ ყველას მისცა შესაძლებლობა მარტივად, სწრაფად და უფასოდ შექმნას კრეატიული მასალები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყენებს Canva-ს გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სჭირდება გარკვეული ტიპის ვიზუალის შექმნა, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისა და რა საქმიანობის ადამიანი არის ეს. ეს შეიძლება იყოს როგორც ბიზნესმენი, ისე მასწავლებელი, ისე მოსწავლე, მარკეტინგის მენეჯერი თუ ნებისმიერი ადამიანი. და მოდი ბოლოს ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა შეცვალა Canva. Canva გააკეთა დიზაინის დემოკრატიზაცია და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ის, რაც მანამდე მხოლოდ გარკვეული პროფესიონალებისთვის იყო შესაძლებელი. დღეისათვის სულ ეს იყო, რაც მინდოდა რა თქვენთვის გამეზიარებინა. იმედი მაქვს, რომ სასარგებლო არის. შემდეგ ვიდეოში კი უკვე გავააზიარებ იმას, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ Canva და ჩავალ უფრო მეტ სიღრმეებში. ახლა კი დაგემშვიდობებით. დროებით.